თხოვნით სამჯერ მივედი ელიფ. უთხარი ასე არ მოიქცე მაპატიე. კიდევ რა უნდა მეთქვა? ზეინებ, როგორ ჩანს წენა არ გაუარა. მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით შეიძლება სხვა კაცზე გათხოვდე. მხოლოდ ამიტომ არა. წენა არ გადაუარა? რომელ წენაზე ლაპარაკობ? ხალილ იბრაჰიმის მუხლებზე დიდა მიიჯდა. რა? ზეინებ, რას ამბობ? როგორ? მოიცადე და მშვიდი. რას ამბობ, რას ნიშნავს დიდა მიიჯდა? ნორმალურად მოყევი. კარგი, დამშვიდი. გეყოფა. იცოდა რომ იქ ვიყავი. და დიდემი მუხლებზე დაისვა. მე გეტყოდი ვინ დაუსვა ეს გოგო მუხლებზე ხალილ იბრაჰიმს, მაგრამ კარგი. კარგი, დავუშვათ, შეცდომა დავუშვი. თქვენს ხალილ იბრაჰიმს რა მოუვიდა? ჩემ გარდა ხომ არავის უყურებდა? არავის ეხებოდა? რა მოხდა? ჩემი თვალით ვნახე ელიფ. იმდენი რამდენი შემიძლია ვივარაუდო. დანარჩენი თვითონ წარმოიდგინე, მე არ შემიძლია. ზეინებ, როგორ ჩანს ამას სპეციალურად აკეთებს. უნდა რომ განერვიულოს, გაეჭვიანოს. მართლა? მაშინ კარგად მიყუროს ხვალიდან. ნახავს როგორ უნდა ნერვიულობა და ეჭვიანობა. ღმერთო. დედა, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ ვის მინოწლების განმავლობაში როგორ იტანდი მამას ჩვენს გამო. ფიქრად. ნუ ნერვიულობ შვილო. თუ არ ჩავთვლით იმას, რაც მამა შენ შეემთხვა. მინდა რაღაც გითხრა. ვერ შევძელი კარგი დედა ვყოფილიყავი. იმასიეს გამო. იმის გამო რომ გამუდმებით ვიბრძოდი. მამა თქვენი იქ არ წასულიყო. მასთან არ ყოფილიყო, იქ არ დარჩენილიყო. ამის გამო დავივიწყე როგორი იყო კარგი ადამიანი. მაპატიე შვილო. ეს ის არ არის რაც აუღელებლად გავაკეთე. ძალიან ნანობ. როგორც არ უნდა მდომოდა. დამეცვა ჩემი ოჯახი. თქვენ. დიდი შეცდომა დავუშვი. თუ გინდა წავიდეთ. პოლიციას ჩამაბარე. ავიტან რაც დავიმსახურა. მაგრამ ზეინები ჩემ გამო არ უნდა დაიდანჯოს. არჩენილი თავდახრილი. დედა. დედა. ყოველთვის გინდოდა ჩვენი ოჯახი დაგეცვა დედა. მაგრამ ოჯახი არასდროს ვყოფილვართ. შენი ერთადერთი პრობლემა ძალაუფლება იყო. იმისთვის რომ ქონება არ გაეყოთ, ფული არ გაეყოთ, ყველა გაგვანადგურე. ადექი წავიდეთ. მიდი. დედა, თუ საჭირო იქნება წავალ და ვიტყვი რომ მე გავაკეთე. სასჯელს მოვიხდი, დანარჩენში მაინც ნუ ჩაერევი გთხოვ. ძალიან გთხოვ.
გვპირდები ერთ ჩავერევი ფიქრეთ. ისე იქნება როგორც შენი ტყვი შვილო. გვპირდები. გოგო, იმისთვის გაჩნდი, რომ ოჯახები დაანგრიო? ფიქრეთის ოჯახი დაანგრია, ახლა ჩემი ჯერია? ძმაო, რა არ გესმის? მარტო არაფერი გამიკეთებია. გამომიყენეს. რატომ აძლევს საშუალებას გამოგიყენონ დამლა, რატომ? აზროვნების უნარი არ გაქვს? მაშინ დედას კითხე, ან მე წახვედი და იმ ადამიანის მამის მკვლელობა დააორგანიზე. ახლა კმაყოფილი ხარ? კარგი შვილო, ნუ ეჩხუბები. როგორ არ ვეჩხუბო, დედა? ჩემი ცოლი სახლიდან წავიდა და რა უთხრა, დამლა მამაშენის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა, მაგრამ არ უნდა დამეთქი? თქვენ შერიგდებით, მაგრამ ნედიმი ამ საქმიდან თავს როგორ დაიძვრენს? უკვე დაიძვრინა. როგორ? ზეინები ისკანდერის ვაჟს მიათხოვა და ასე მოაგვარეს. ქანს? ყველას რატომ იცნობ? აქ არც კი გიცხოვრია. ყველას ძმებს, მამებს და ქმრებს საიდან იცნობ? ძმაო, გაჩუმდით ბოლოს და ბოლოს. ეს ვისგან გაიგე? ეს უთია ნესიმს ველაპარაკე, აი შემუთხრა. ისკანდერი თავისი ქალიშვილის გამზეს წამოსაყვანად მივიდა და იმისთვის რომ დაივიწყოს ყველაფერი რაც მოხდა, საკუთარი პირობაც დაუმატა. არა, ჰალილ იბრაჰიმი მოკვდა და არ ვიცით? თუ უნდა დილამდე ილაპარაკოს, რომ ცოლად გააყოლებს. ზეინები არასდროს დათანხმდება. ზეინები დათანხმდა. ღმერთო ჩემო. ესე იგი ზეინებიც გაგიჟებულა. რას ნიშნავს მიუღებელი რამ დაინახა? ნორმალურად მომიყევი ელიფ. თვითონ მიხვდებით. ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ზეინებმა ეს დაინახა. ღმერთო ჩემო. ეს ბიჭი არ ჭამს და არ სვამს, როგორ შეძლო ეს გაეკეთებინა არ მესმის. გეფიცები, მეც გაგვირვებული ვარ. მისგან ასეთ რამეს არ ველოდი. კარგი, რაც მოხდა, მოხდა. ის რაც განშორების დროს ხდება, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. დილით სახვალ და გოგონებს დაელაპარაკები, ისინი კი ყველაფერს ჰალილ იბრაჰიმს მოუყვებიან. მეც მოვიფიქრებ, ზეინები და ჰალილი ერთმანეთს როგორ შევახვედრო. გეფიცები, ვინმე უნდა ჩაერიოს, ძმაო ფიქრეთ. თორემ თუ ჰალილი არაფერს მოიმოქმედებს, ზეინები ქანს გაყვება. კარგს იზამს. ღმერთო ჩემო. კარგი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ. შენ გააკეთე რაც გითხარი. მიდი. ძმაო ფიქრეთ. ნედიმე ხანიმის შეცდომის შემდეგ ჩემი ქმრის შეცდომა წვრილმანად არ გეჩვენებათ? იქნებ დრო ამასაც აპატიოთ. დიდია თუ პატარა, არც ერთ შეცდომას არ ვპატიობ. შეგიძლია წახვიდე ელიფ. აბა ნესიმ, გისმენ? რიზვანის საქმეზე რაღაც გავიგე. როგორ? ეს ვინ გააკეთა? კულელები ნედიმემ დაიქირავა. გამზეს მოკლა უნდოდა. რიზვანმა ცხოვრებაში პირველად გაწირა თავის სხვა ადამიანის გამო. შემდეგ კი ტყვია მას მოხვდა. როგორც იცით, ბატონო მეთაურო. ხოჩახ. ალიჯან, იუნუს, ეს იმბეის ყავა მოუტანეთ ჩაქრით. როგორც მიბრძანებთ მეთაურო? რა გააკეთე, გამომამჟღავნე მეთაურო? როგორ გამოგამჟღავნე? აქ მოსული ადამიანისთვის ყავა პირველად შეუკვეთე თან შაქრით. გეფიცები, მთელი პოლიციის განყოფილება მიხვდა, რომ ჯაშუში ვარ. მართალია. ალიჯან, იუნუს, ყავა შაქრის გარეშე იყოს. როგორც მიბრძანებთ მეთაურო?
ცოტაც და უკვე ვიფიქრებდი, რომ სენიმ კულფა მეთაურის ჯაშუში გახდა. სისულელეს ნუ ამბობი უნოს. მიდი ყავა მოიტანე. როგორც მიბრძანებთ მეთაურო? ეს მართალია. ისკანდერმა ზეინების ხელი ითხოვა. ჰალილ იბრაჰიმი ზეინების? მეც გამიკვირდა. გეფიცებით არც ზეინები გახვება ცოლად და ამას არც ფიქრეთი დაუშვებს და არც ჰალილ იბრაჰიმი. როგორც ჩანს, კატასტროფა დაიწყება. ამიტომ გადავწყვიტე თავიდანვე გაცნობოთ და აქედან გამომდინარე საჭირო ზომები მიიღოთ. კარგია რომ არსება მნესიმ. არის რამე ისეთი რაც გინდა სახელმწიფოს თხოვო? მართალი გითხრა, არის, ვერ მოგატყუებ. განცხადება დაწერე შესაბამის დაწესებულებაში თუ მიიღებენ, დაგეხმარებიან კიდეც. მიდი. სად მიდიხართ მეთაურო? შემოდი. ყავა დალიე, თორემ გაცივდება. ასეთი ყავა 40 წლის განმავლობაში პირველად შევუკვეთე. ალიჯან, გისმენ, მივდივართ. სად მეთაურო? რომ გითხრათ ჯანდაბაში არ წამოხვალ? ფეხი გამოადგი. უშიმრამით ზეინები მოვიდა. როგორ? დილამდე აქ ვიყავი, ზეინები არ დამინახავს. ვიცი დილამდე რასაც აკეთებდი, მაგრამ არა უშავს. საიდუმლო გვირაბით შემოვიდა. ჩუმად რატომ შემოვიდა? გაიგო მამამისი ვინც მოკლა. ვინ? დედამისმა. რას ამბობ ძმაო? გეფიცები მე არ გამომიგონია. გოგონა ამბობს, რომ მისი ოჯახი მე ვარ, რომ წასასვლელი არსად აქვს. მერე? დედემი მაღლა იყო. თუმცა ჩემი პასუხი არ შეიცვლებოდა იქ, რომ არ ყოფილიყო. რას აკეთებ? ძმაო, მომისმინე. მრავალი წელი ერთმანეთს ვიცნობთ. ვიცი ყველა შენი მცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ ორ ცეცხლს შორის ვერ დარჩები. შენს თვალებში ვხედავ, რომ ზეინები ისევ გიყვარს და ამ დედემთან რატომ ხარ ვერ ხვდები? თუ ხელგადაწყვეტილება მივიღე, რომ ორ ცეცხლს შორის აღარ დარჩე. რას ნიშნავს ზეინები თანახმა? არ ვიცი ედანურ. დიდემი და ჰალილი ერთად ნახა. გაგიჟდა. წავიდა და თანხმობა განაცხადა. დიდემი ხომ ღამე აქ დარჩა. ვიფიქრე გუშინ ღამით ყველაფერი დამთავრდებოდა. ახლა რატომ ამბობ? მეც მითხარი ხოლმე მორიგეობით ვუდარაჯებთ. როდემდე ვუდარაჯებთ? ყოველთვის მის გვერდითაა. ასე ზეინებსაც ვდარაჯობდი, მაგრამ გამოვიდა რამე. ზეინების მართლა არ მესმის. თანახმა ცოლად გაყვეს? ზეინები თხოვდება? არა, სხვაზე ვსაუბრობდით. ზეინების შემოთავაზებას დათანხმდა, არა ელიფ? ჯერ გადაწყვეტილი არაფერია დიდემ. წარმატებას ვუსურვებ. ნახოთ, პირველი ვინ გათხოვდება. ვერ გავიგე? გუშინ ჰალილ იბრაჰიმმა რაღაც მითხრა. რა? მითხრა დროს ტყუილად ნუ დავკარგავთო. თურან. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა მეთაურო. გამარჯობა მეთაურო, იმედია სასიკეთოდ მოხვედით. აქ არის? არ ვიცი ვის გულისხმობ, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი აქ არის. ოღუზიც. ორივე მჭირდება. ოფიცერო, იმ კიკალარებისგან რამე გაიგეთ? გამოძიება გრძელდება, ახალი არაფერია. მეთაური მათ არ იცნობს. თოვლზე დადიან და კვალს არტოვებენ. დააკავეთ მაინც?
თვითონ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. აი რას გეუბნებოდი თუ რან. ეს ადამიანები კაცს მოკლავენ და მერე დაკრძალვაზე პირველ რიგში იდგებიან. ზუსტად ასეა ოსმან. ხო, ასეა. არა? ესე იგი არ იცით კიკალარები ვინ დაიქირავა. მეთაურო, როგორც ჩანს გაიგე, მოგვიყევი ჩვენც რომ ვიცოდეთ. არა. შენ ხომ დერვიში ხარ? ისე ნუ იქცევი რომ არ იცი, როგორც ესენი იქცევიან. სულიერი პატივისცემა დაკარგე. მეთაურო, ბიძიას დერვიში ქვია, თორემ დერვიში კი არ არის. ნუ მაწყვეტინება უს. მაშასე, გისმენ ჰალო. გარკვევით გაგაფრთხილე, როცა რამეს გაიგებდი ინფორმაცია უნდა გადმოგეცა. ხომ გითხარი რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრეთს წავიყვანდი. თუ გინდათ წაიყვანეთ, ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. თქვენი ვირთხა არ ვარ. გასაგებია? ახლა ასეა არა? კარგი. კარგი. თუ არ მეტყვი არც მე გეტყვი, რაც მე ვიცი. რას გულისხმობთ მეთაურო? ახალი ამბავი ზეინებზე. არა უშავს, შენი მეგობარი ჩემს გარეშეც გაიგებს. ზეინებზე რა იცით? წამოდი გარეთ გავიდეთ. ზეინები გუშინ რამით აქ იყო? დიახ, ბიძია. მაშინ როცა დედემის სახლში იყო? ხო. ორი ჟონგლიორი ერთ თოგზე ვერ გაივლის. ნუ თუ ჩვენი ბიჭი ზეინებს არ იცნობს. არ ვიცი, ბიძია. რას ნიშნავს ისკანდერის ვაჟ ცოლად მიყვება? გუშინ საღამოს აქ იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჰალო, მომისმინე. ისკანდერი დიდ თამაშს ამზადებს და შენი ჩათრევა უნდა. ზეინები შენი ერთადერთი სუსტი წერტილი, ამიტომ ზუსტად აქ დაგარტყამს. ზეინები დედის გამო მსგავს რამეს არ დათანხმდება, ფიქრეთს დაველაპარაკები. არის რაღაც, რაც შეიძლება და არ შეიძლება. დიახ, ბატონო, დიახ. მეც ამის თქმას ვცდილობ. გეუბნები რომ შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. მოქმედება არ გაბედო. მათ მახეში ნუ გაებმები. ისკანდერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ზუსტად ასე მოიქცე. გასაგებია? დაფიქრდი. რა უნდა ვქნა მეთაურო? მოსვენებას არ მომცემენ, მე კი უბრალოდ ვიდგე და ვუყურო? ერთხელ მაინც გაჩერდი. გაჩუმდი, როცა შენი სისუსტის გამოყენებით ცდილობენ ზიანი მოგაყენონ. სულ ესაა. ზეინებ ხანემ, როგორ შეგეძლოთ ისკანდერის წინადადება მიგებოთ? ამ საკითხში არავისი მოსაზრება არ მაინტერესებს შოთა. გადაწყვეტილება მივიღე და უარს არ ვიტყვი. დედის გამო ცხოვრებას ნუ დაინგრევთ, ზეინებ ხანი, მესმის დედა თქვენია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ყველაფერს. ეს არის ზღვარი. ამიტომ გადავწყვი და ახალი ცხოვრება დავიწყო. ფიქრეთ ბეი მოდის. ზეინებ. გისმენთ ბა. ცალკე მინდა დაგელაპარაკო. კარგი, ვილაპარაკოთ. დაჯექი. შენი აზრით ამ სახლში მარტო დარჩენა შესაძლებელია? სადილის დროს ქემალთან მოდი ვისადილოთ. ვისადილოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ნიშნულობა არ აქვს. ვისაუბრებთ, ნუ მე წინააღმდეგები. კარგი. ჩემო სიხარულო წამალი დალია, უკვე დროა. არა, არ დამილევია. ახლავე მოგიტან. ვინმეს რამე ხომ არ უნდა? არა, დედემ, არაფერი, გმადლობ. რა მოხდა? ასეთი მოწყენილი იმიტომ ხარ, რომ დიდემზე ქორწინდები? რაც გულისხმობს ემა. დიდემისთვის თვითონ გითქვამს, მოდი ამას სახელი დავარქვათო.
კონკრეტულად ასეთი არაფერი მithქვამს. საინტერესოა კონკრეტულად რა უთხარი. რაც უთხარი, უთხარი. კარგი. შენი ცხოვრება. ჩვენ არ ვინ გკითხავს. მაგრამ მე მაინც გეტყვი. რაღაცას აკეთებ და არ ფიქრობ იმაზე, რა იქნება შემდეგ. თუ რანი ხარ თუ ოსმანის შედეგებზე რომ არ ფიქრობ. ჩვენ რა შუაში ვართ ვერ ხვდები. რამე დავაშავეთ? ოსმან, რამე დავაშავეთ მეგობარო? არაფერი დაგვიშავებია თუ რან. ჯერ გავიგოთ ჰალილ იბრაჰიმ არა დააშავა. ზეინები აქ იყო. ჩვენს ბატონს ფეხებში ჩაუვარდა. უთხრა რომ შეცდომა დაუშვა და პატიებას თხოვა. მან კი იმის ნაცვლად რომ ზეინებს ჩახუტებოდა, წავიდა და დიდებს ჩაეხუდა. ბოდიში ბიძია. გეგონე ზეინებს აქედან რომ გაუშვებდი წავიდოდა და იტირებდა. შენი აზრით ზეინები ისეთია როგორც მე ან სემა ვართ? ეგ მეც მაინტერესებს. ზეინებმა რა გააკეთა? თანახმა ისკანდერის ვაჟ ცოლად გაყვეს. შეუძლებელია, სისულელია. შესაძლებელია. თუ არ აფასებ იმას, რაც გაგაჩნია, ზუსტად ასე იქნება. ღმერთო ჩემო. აიღე ჩემო სიხარულო. მადლობ საყვარელო. ჩემო სიცოცხლე, გოგოებან გითხრეს, ზეინები თხოვდება. მითხრეს. ძალიან მიგვირს. შენ? რატომ გიგვირს? როცა შენზე მელაპარაკებოდა, მითხრა რომ ქორწინება მისთვის საინტერესო საკითხი აღარ იყო. ალბათ ისევ შეუყვარდა. ჰალილ, კართან ფიქრეთ ლეტოა, როგორ მოვიქცეთ? გავალ შევხვდები. გემრიელად მიირთვით. მომაწოდე თუ შეიძლება. ინებე. ჩემს სარყოფნაში რამე მოხდა? ნაღვლიანი სახე აქვს. დილით როცა გაიღვიძა, ძალიან ბედნიერი იყო. მეთაური მოვიდა და რაღაც უთხრა. ალბათ ამის გამო. ალბათ. კეთილი იყო შენი მოსვლა ფიქრეთ. მადლობ. ეს ჭორები სიმართლეა? სამწუხაროდ ასეა. ეს გოგო რის გაკეთებას ცდილობს. ცდილობს შენი პატიება დაიმსახუროს ძმაო, რას ვერ მიხვდი. არ ვიცი ზურგი როგორ აქციე, მაგრამ ჩემ ადამ გადაწყვიტა თვითმკვლელობა ჩაიდინოს. შენ რა გააკეთე? იჯექი და უყურებდი შენი და თვითმკვლელობას როგორ ჩადიოდა? რომელ ერთს მივხედო? დედას დამლას თუ დას ჰალილ იბრაჰიმ? გთხოვე ერთი შენთვის მომენტო, მაგრამ შუა გზაზე მიატოვე. ახლა მე მადანაშაულებ? ახლა რა ვქნათ? აი რა სიზამ. ზეინებს უთხარი ქემალთან მივიდეს. გონია იქ ერთად ვისადილებთ. ჩემს ნაცვლად შენ მიხვალ. არ ვიცი პატიებას თხოვ თუ აპატიებ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ამ ჩანაფიქრზე უარი თქვას ძმაო. კან? დაიკო. მოდი ჩემთან. კეთილი იყო შენი მოსვლა. ჩემო ძვირფასო. ძალიან მომენადრე. მეც ძალიან მომენადრე ჩემო მამაზო. კარგად ხარ? ჩემი დიშულები კარგად არიან? ყველა კარგად ვართ. არ ინერვიულო. მოდი. როგორ იმგზავრე?
კარგად. უკვე მივეჩვიეთ. დაიღალე? არა. მამა სად არის? სასწრაფოდ გამომიძახა ტელეფონზეც, არაფერს გეტყვის, ხომ იცი? ვიცი რა თქმა უნდა. ახლავე მოვა და თვითონ მოგიყვება. შემეძლო მეთქვა, რომ ვიზიარებ რაც მოხდა, მაგრამ რიзвანის სიკვდილი ნამდვილად არ მწყენია. არც მე მინახავს ვინმე, ვინც ძალიან განიცდიდა. მაგრამ ჩემი შვილების მამა მოკვდა. ამ ხრიდან შეხედე. მართალია. ქშია, რამე მოგიმზადო? თვითონ ფრინავში ვჭამე. გმადლობ. კან? მამა? კეთილი იყო შენი მოსვლა, შვილო. გმადლობ, მამა. მოდი, დაჯექი. შენმა დამგითხრა, რატომ ჩამოგიყვანე? არაფერი უთქვამს. ზეინებ ლეტოზე ქორწინდები. ეს საიდან მოიტანე? რიзвან ლეტო მოკვდა. მისი სამი შვილი ცოცხალია და კიდევ ორს შენი დაატარებს მუცლით. ფულის და ძალაუფლების კონტროლის ერთადერთი გზა ოჯახში მათი კიდევ ერთი წევრის მიღებაა. ზეინებმა იცის? იცის. უარი არ უთქვამს. მაშინვე დათანხმდა. ესე იგი საიდანღაც გიცნობს. მეც ვიცნობ. მახსოვს ზედაც არ გვიყურებდა. ეგ წარსულში დარჩა. ცოტა რთული გოგოა ამაყი. ფიქრობ შეძლებ თავი შეაყვარო. დარწმუნებულიც კი ვარ. მამა, ხალილ იბრაჰიმ სრაელის. იმას გააკეთებს, რასაც მისგან ველი და ჩემს მახეში გაებმება. აქ დაგელოდები ზეინებ ხანიმ. კარგი შოთა. მობრძანდი ზეინებ ხანიმ. გმადლობთ. გთხოვთ? გმადლობთ. Teşekkürler. გმადლობთ. რამე მოგიტანოთ? ყავა მომიტანეთ. ძმა მოვა და შემდეგ მოვიფიქრებთ. კარგი, ქალბატონო. გმადლობთ. გამარჯობა ჰალილ იბრაჰიმ. ზეინებ ხანიმი შიგნით არის და ფიქრეთ ბეიც მოდის რომ იწოდეთ. ვიცი. ერთხელ შევცდი და სახეშიც აღარავინ მიყურებს.
Ne arıyorsun sen? აქ რას ეძებ? შენ გეძებდი. Hayırdır? რა ხდება? რაღაც გავიგე. მერე? რა მერე ზეინებ? ყოველ ჯერზე როცა რამეს გაიგებ, ჩემთან უნდა მოხვიდე? Gelecek misin? თუ ეს სისულელია დიახ. Kim söylüyor? ვინ გითხრა რომ სისულელეა? მოგესალმებით, რა შეუკვეთავთ? არაფერს. შეგიძლია ჩემზე გაბრაზებული იყო. ნაწყენი, მაგრამ ჯერ დაფიქრდი, ამით ვის სჯი. რა შენი საქმეა, ხალილ იბრაჰიმ? Benim ჩემს ცხოვრებასთან რა გესაქმება? kendime რა გესაქმება იმასთან საკუთარ თავს რას ვუზამ? ზეინებ, მესმის რომ შენთვის რთული დღეებია, მაგრამ მამა შენის შეცდომებს არც ადრე იცავდი, მის წინააღმდეგ მიდიოდი და დედის შემთხვევაში რა შეიცვალა. babama როცა მამის წინააღმდეგ წახვედი, მყავდა ადამიანი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც მიცავდა, მიფრთხილდებოდა და ვუყვარდი. აი რა შეიცვალა. sen dün gece გუშინ ღამით თვითონ არ მითხარი რომ აღარ ხარ. ben artık yokum ხომ demedim. ასე მითხარი? ზეინებ, ჩვენი ურთიერთობა ერთია. შენი თანხმობა და სულელური საქციელი სულ სხვა. Sen saçma როცა შენაკეთებ სისულელის ყველაფერი რიგზია და მე თუ ვაკეთებ ყველაფერი ცუდადაა. yanlış yerdesin. ძალიან ცდები, ხალილ იბრაჰიმ. წადი შენს დიდემთან, რომელსაც ასე ეხუდებოდი. მოუყევი ყველაფერი რაც გინდა. კარგის და ცუდის გარჩევა მასა სწავლე. არის საკითხები, რისი შეცვლად შეგვიძლია. გთხოვ, მითხარი რომ გადაიფიქრე და ჩემს გადაწყვეტილებაზე დავფიქრდები. Neyin var? რომელ გადაწყვეტილებაზე? ნუ და ასეთი მარტივი შესაძლებელია. მიხვდი რომ კარგავ და ამიტომ იმ გოგოს მიატოვებ? ასეთი ხარ? ძალიან კარგად იცი როგორიც ვარ. Biliyordum. ვიცოდი. Artık senin ახლა საერთოდ არ ვიცი, რა ადამიანი ხარ. წადი, O büyük შეასრულე შენი დიდებული გეგმები. onları gerçekleştir. მიდი, Ha senin მე oyuncağın. შენი სათამაშო არ ვარ. ზეინებ, შენ ხარ ქალი, რომელიც მიყვარს. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გამოვიაროთ. ზეინებ, ამას ნუ იზამ. ნუ დაადგები გზას, საიდანაც უკან დახევა შეუძლებელია. Dün gece გუშინ ღამით yollarımız ayrıldı. ჩვენი გზები გაიყარა, ხალილ იბრაჰიმ. Dayıcım. მიდია, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ გუშინ რამით სახლში არ მიხვედი. ხალილ იბრაჰიმა დაიჟინე, რომ დაგჩენილიყავი და მეც უარი ვერ ვუთხარი. დიდე, გულახდილად მითხარი რა ხდება. არ შეიძლება 2 წუთით იდუმალებით სავსე ვიყო. გუშინ ღამის შემდეგ Dün gece itibariyle ურთიერთობა უფრო გავასერიოზულეთ. და იმით თუ ვიმსჯელებთ, რაც დილით მოვისმინე, მალე ნიშნობა გვექნება, მზად იყავი. რა მოისმინე? İskender'in o ისკანდერის ვაჟი ქაანი
ზეინები ცოლად მას მიყვება. ვინ გითხრა? ყველა ამაზე ლაპარაკობს ბიძია. ყველა. ჰალელ იბრაჰიმმა იცის? ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ მალე ნიშნობა გვექნება. აღარ არის ზეინები, ვისაც შეიძლებოდა ხალილ იბრაჰიმი დაბრუნებოდა. კეთილი იყო შენი მოსვლა, ჰალილ. მადლობ. ეს ხალხი ვინ არის? ჰალილ, ისკანდერი შენ სანახავად მოვიდა. ის დაუღუზი ბახშის ხედან, ჰალილ იბრაჰიმ. კარგი. ალბათ რთულია სამსახურიდან რომ გამოგაგდეს. იმის გამო რომ ისეთებს როგორიც თქვენ ხართ სოციალური ცხოვრება არ გაგაჩნიათ, როგორც წესი ჩვეულებრივ ცხოვრებასთან ადაპტაცია არ შეგიძლიათ. არა, უბრალოდ წამოვედი. მეც ამას ვამბობ. ალბათ ძალიან ძნელი იყო. როგორც იქნა ამ ხალხის მასპინძელიც მოვიდა. მე ისკანდერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მივაღწიე იმ დონეს, რომელიც მინდა, უკვე მთელ ქარადენის ვმართავ. მიხარია თქვენი გაცნობა. მას შემდეგ, რაც ისკანდერს ხელს ჩამოართმევ, თითების დათვლა მოგიწევს. ზუსტად ახლა ისკანდერ ბეის მოგონებებს ვისმენდით. შენ რომ არ მოსულიყავი, ახლა უკვე მოვისმენდით, როგორ შექმნა მთები. დერვიში ძალიან მიყვარს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ბიძია შენზე ამბობს, რომ მასხარა ხარ. ის უფრო გამიკვირდა, რომ ბუყვარვარ ოღუს. შეიძლება თქვენი მოსვლის მიზეზი გავიგო. ბედმა აქამდე ჩვენი გაცნობა არ ინება, თუმცა შენზე ძალიან ხშირად მესმოდა. მამები ამბობენ, რომ თუ ადამიანის სახელი სწრაფად ვრცელდება, მაშინ დიდხანს ვერ იცოცხლებს. აქამდე არ მოვდიოდი, რადგან მეგონა, რომ მოგკლავდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ შენი სიცოცხლე დიდებასთან ერთად სულ უფრო გრძელდება. ამიტომ შენი გაცნობა გადავწყვიტე. კარგად მოგცეულ ხართ. სიამოვნებით გეტყოდით, რომ თქვენზე მეც ბევრი მსმენია, მაგრამ ამდენი წელი იცხოვრეთ, თქვენი სახელი კი დღეს დილით პირველად გავიგე. რასთან დაკავშირებით გაიგე? გინდათ თქვენი ვაჟი ზეინებზე დანიშნოთ. მინდოდა ეს ჩემგან გაგეგო, მაგრამ რადგან სხვებისგან უკვე გაგიგია, გულახდილად ვილაპარაკოთ. გისმენ? მაშინ ყურადღებით მომისმინე. ახლა ხან ზეინებს შევხვდი ქემალის რესტორანში. მართალია. შენ უნდა გკითხო, ვის შევხვდე? უნდა მკითხო. თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს შეხვდები, მოგიწევს მკითხო. ზეინები შენი ოჯახის წევრი არ არის. მესმის, შენი მესმის. შენი ყოფილი ცოლია. ტკივილი ჯერ არ გაგნელებია, მაგრამ მომისმინე. ნუ გაყურებ იმ ქალის კვალს, რომელსაც დაშორდი. ეს საქმე დასრულდა. ზეინები ჩემს ვაჟს გაყვება ცოლად. უკვე პირობაც მოგცეს. პირადულ საქმედ მივიღებ, თუ ვინმე ამ კავშირის ჩაშლას ეცდება. მხოლოდ შენ გგულისხმობ. თუნდაც ზეინებმა თქვას, რომ გადაიფიქრა, პასუხს მას მოვთხოვ. შენს ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს. ვინ ხარ პასუხს რომ მომთხოვ? აქედან წადი. მოხვედი როგორც სტუმარი და არ მინდა შენი სიკვდილი ჩემი ხელით დადგეს. შენზე უარესებს გავსწორები ვარ. არ მინდა აქ დაგმარხო. ზუსტად იმიტომ მოვედი, რომ ესმენახა.
ჰალილ იბრაჰიმ, ისკანდერ ბეის ძალიან მოყვარვარ. ნება მომეცი მე გავაცილო. ჩვენი გოგონასგან თავის შორს დაიკავე. ეს საქმე ჩემთვის ღირსების საქმეა. გაითვალისწინე. უკან დაყვებოდა ქალს, რომელიც გათხოვებას აპირებს. არ არის კაცური საქციელი. კაცობაზე შენ მელაპარაკები? კარგი, დამშვიდდი. ბიძია, ჯერ მშვიდად ცხოვრებას, ამიტომ სტუმარი გააცილე სანამ რამეს უზამ. გესმოდა. 2 წუთში დამამცირა. ზეინები რას ამბობს, დაბრუნება არ შეიძლება? დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია, თუ ამას სიკვდილი არ უშლის ხელს. ნახოთ რა იქნება. რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმს უარი უთხრა. ანუ? მათი საუბარი არ მომისმენიალით, მაგრამ მანქანაში მითხრა, ჰალილ იბრაჰიმთან საერთო არაფერი მექნება, თუნდაც მოუკვდე. არაფერი მექნებაო. მითხრა, რომ მისთვის ეს საქმე დასრულდა. თუნდაც მოუკვდეს? მონატრებისგან ხომ ისედაც კვდება. კარგი. შენს ძმას შეხვდი? იმით ვიმსჯელებთ, რომ ერთმანეთი ქუჩაში ნახეთ, ესე იგი საუბარი მე მეხებოდა. რა მოხდა, რა გადაწყვიტეთ? დედას პოლიციას გადასცემთ? დამიჯერე შენი საკითხი, დღის თემა არ ყოფილა. შეცდომას ყველა უშვებს. ვისაც შეუძლია საკუთარი შეცდომა მიიღოს, იმ ადამიანს ძალიან გაუმართლა. რას ამბობს საკინე? ამბობს, რომ მისი ცხოვრებაა და შენ არ გეხება. კარგი, თუ შენი ცხოვრებაა, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრა. ჩემ გამო თავს ნუ გაწირავ. ვალდებული არ ხარ ისკანდერის ვაჟს ცოლად გაყვე. ისე ამბობ, თითქოს ამის პრობლემა მოგვარდება. ამ ადამიანმა პირობები შენ კი არა მეწამიყენა. თქვა, რომ არც ნედიმე დარჩება და არც ფიქრეთი. აქ არის ჯექი? როგორ მე მოვაგვარებ, რამეს მოვიფიქრებ. არ დათანხმდე. რა სიზამ? ისკანდერსაც იმ ქვეყნად გაისტუმრებ? მისმინე, ცუდი აზრი არ არის. მაგრამ ისკანდერის მკვლელობა უკვე მეტისმეტია. დეიდა, შენ მაინც მოიქეცი გონივრულად. შვილო, რა მნიშვნელობა აქვს? დედა შენმა ერთხელ შეცოდა? ამის გამო ვთქვი. აიშე და გამზე მოვიდნენ. გამოიცანით მათთან ერთად ვინ არის? ვინ? მე ვიცი. შეგიძლია ბაღში შეიყვანო. ისკანდერის ვაჟი მოვიდა? დიახ, დედა. სად მორბიან? ასე რატომ ჩქარობენ, საკინე? ესე იგი არ ხუმრობენ, ნედიმე? ადექი, ჩვენც გავიდეთ, ვნახოთ. მამამის გავს თუ არა? ეს რა უბედურება გჭირს. ახლა რა უნდა ვქნათ, საკინე? რა ვქნათ? ნედიმე, ყოველთვის როცა მარტო რამეს დააშავებ, ბოლოს ამბობ, რა უნდა ვქნათ. ადექი, წავიდეთ. ადექი. ღმერთო ჩემო, საკინე.
Hoş geldiniz. გობრძანდით. Hoş Gmadlob bulduk Zeynep. Zeynep'ciğim. Hoş გმადლობ საყვარელო. Hoş bulduk. მადლობ. Zeynep. ზეინები, Kaan. კანი, Memnun oldum. მიხარია შენი გაცნობა. Ben de memnunum. მეც მიხარია. Oturmaz mısınız? Arda Ayakta sıkıdabit. kaldınız. Oturalım. დავსხდებით, რა თქმა უნდა. Evet. აბა, მოულოდნელად გარკვეული ცვლილებები მოხდა. Evet. ხო, ასე მოხდა. Senin de არა ჩემი და შენი კონტროლით, ამიტომ გადავწყვიტე მოვსულიყავი და შენთვის პირადად მომესმინა. bizzat dinleyeyim. Evet Zeynep'ciğim. დიახ, ზეინებ. Babam bu evin ქანი ვერ kolayına დამშვიდა, seni მაშინაც კი kabul როცა მამამ etmezse de უთხრა, რომ თან ახმახარ. Kaan'ın içi rahat უნდა და etmedi. პირადად გაეგო შენი სურვილი და ben თანხმდი Zeynep თუ isteyerek mi გაიძულეს. yoksa mecbur kaldığı için mi kabul etti? Dinlemek რა isterim სიტყვი? dedi. Evet Kaan. დიახ, კან. Senin de როგორც dediğin თქვი, gibi. Kontrolüm ზოგიერთი მომენტი bazı ჩვენგან şeyler დამოუკიდებლად geçti. მოხდა. Ama მაგრამ ჩემი აზრით, bence ikimiz de ორივე იმას აქ geleceğimizle შევართ, ilgili როცა karar შეგვიძლია verebilecek ჩვენს yaştayız. მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თვითონ Ben მივიღოთ. boşandım. ქმარს გავშორდი. Ama bu მაგრამ ეს არ bundan ნიშნავს, sonra რომ tek ამიერიდან başıma მინდა yaşamak მარტო istediğim ვიცხოვრო. anlamına gelmiyor. Asıl თავარია, mesele senin შენ ხომ არ გაიძულეს benimle ჩემზე evlenmeye დაქორწინება? mecbur bırakılıp bırakılmadığın. Bir de არ ვიცი, აიშემ ჩემი მდგომარეობის შესახებ გითხრა თუ არა. Halil İbrahim'i diyorsan ხალილ იბრაჰიმს თუ გულისხმობ, ქანმა იცის. Halil İbrahim'i არა, demedim. ამას არ გულისხმობ, აიშე. ha çocuk შვილს თუ meselesini გულისხმობ, ქანი diyorsan, ისედაც ფიქრობს, რომ Kaan zaten როგორ doğru შეიძლება bir ასეთ çocuk სამყაროში შვილის meselesi გაჩენის სურვილი düşünüyor. გქონდეს. Ah, Kaan ablanı da ქან, bahsetseydin ჯობდა შენი keşke o აზრები fikrinden. დისთვისაც გაგიზიარებინა. Aşk olsun რას Zeynep. ამბობ ზეინებ? Duymasın kardeşim. შენმა Allah ძმებმა არ გაიგონ, თორემ ძალიან Ne ეწყინებათ. içersiniz, ne ikram რას ederiz? დალებთ, რა Biz შემოგთავაზოთ? bir şey almayalım. არაფერი არ გვინდა. Hatta biz მე და Gamze'yle გამზე bir გავისეირნებთ. yürüyüşe çıkalım. Ama sen მაგრამ Kaan'la ზეინებს და birer ქანს kahve ყავა verirsin. მოუმზადე. Olur Ayşe'ciğim. კარგია, აიშე. Nasıl içersin kahveni? როგორ ყავას დალევ? Sen ისეც, როგორცაც შენს ვამ. Evet. კარგი, გემრიელად მიირთვით. Hadi afiyet აბა olsun. დროებით, ძვირფასო. görüşürüz. დროებით.